თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს სენაკის მეორე ბრიგადის 23 ბატალიონის საზეიმო ვითარებაში გააცილეს ავღანეთში. ბატალიონი მისიას ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეასრულებს ჰელმანდის პროვინციაში. ლევან იზორიამ და იან კელიმ ავღანურ მისიებში ქართული ქვედანაყოფების წარმატებებზეც ისაუბრეს. გამგზავრებამდე ბატალიონმა ინტენსიური მომზადება გაიარა. შესაძლებლობა მქონდა გერმანიაშიც მათი წვრთნები მენახა და განსაკუთრებული სიტყვები მომესმინა ბატონი გენერლებისგან, ბატონი ჰოჯესისგან, თუ რა კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით და გამბედაობით გამოირჩევიან ჩვენი მეომრები. დარწმუნებული ვარ, იგივე სულისკვეთებით ისინი ავღანეთში გააგრძელებენ ამ საპასუხისმგებლო მისიას. For me, it is truly an honor. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მიიღო ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალში. ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც ქართული ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან. მადლობას გიხდით ავღანეთში კონტრიბუციისთვის. მინდა 23 ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ამ ცერემონიალში მონაწილეობა. ეს სიმბოლური ღონისძიება ძალიან კარგად აღნიშნავს იმ მეგობრობასა და პარტნიორობას, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეერაღებულ ძალებს შორის არსებობს. ამერიკა ძალიან აფასებს საქართველოს უდიდეს კონტრიბუციას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში. ყველა სამხედროს წარმატებული მისიის შესრულებას და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებ.